კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და სანამ გაშლას დავიწყებდე, მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ საჯარო გაშლა ეს ვერ და არ იქნება თქვენთვის ბოლომდე ინფორმაციული და ბოლომდე თქვენზე მორგებული რეზონირება, ხომ? ასე რომ, დააპროგრამებთ საკუთარ თავს საჯარო გაშლებში გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით და გექნებათ იმისი ილუზია, რომ რაც აქ ითქმება, ის აპრიორი გადავა თქვენს ცხოვრებისეულ სცენარში სამომავლოდ. თუ კონკრეტული რაღაც გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა მიემართოთ პირად კონსულტაციაზე თქვენთვის სასურველ ადამიანს. ეს მე ვიქნები, სხვა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ვისკენაც გული გაგიწევთ. ოღონდ პირადი კონსულტაცია უნდა მიიღოთ. არ შეიძლება საჯარო გაშლაზე ამდენ ენერგიებში კონკრეტულად იყოს თქვენზე მორგებული რაიმე მომენტი. აქვე გავაჟღერებ, რომ იმიტომ არა, რომ ეს ჩემთვის რაიმეს ნიშნავს, მაგრამ როცა კონკრეტულ რაღაც საკითხს ითხოვთ და გინდათ, რომ თქვენ ის საკითხი გარკვეულწილად მოგერგოთ, შესატყვისი იყოს და თქვენი ცხოვრების რაღაც მონახაზი გადაკვეთოს, აქ ამ სიტუაციაშიც, რამდენ ხარ რომ გადმოყირავდა ესენი. ერთი წამით ამ სიტუაციაშიც ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მარტო ჩემთან არა, ვინმესთან, ხო? თუნდაც მართლა ბევრი ვიფიქრე მე იმ გოგონას შემოთავაზებაზე და მივხვდი, რომ ის აბსოლუტურად სწორად ისაც ვიცოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ფორმატში აქამდე არ მქონია მსგავსი, რომ მე რაღაცა გადმოვრიცხე. 30 ლარი არ არის ის თანხა, რომელიც საჯარო გაშლისთვის შესაძლოა გადაიხადოთ, ხო? კიდევ ერთხელ იმ ქალბატონს მადლობა, მაგრამ თუნდაც მართლა გულწრფელად გეუბნებით, სასაციოლო შეიძლება იყოს, მაგრამ ის 1 ლარის რაღაცა ენერგოგაცვლა იყოს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს ენერგიას კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. მე ამას აბსოლუტურ პასუხისმგებლობით ვაცხადებ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ არის ჩემი რაიმე პირადი ინტერესი, სულ ნუ მოხვალთ ჩემთან, სულ ნუ მთხოვთ მე ნურაფერს, მაგრამ მიაკითხეთ თქვენთვის სასურველ ადამიანს, რომ მიიღოთ სწორი ინფორმაცია, მეგობრებო. ტაროსთან და საჯარო გაშლებთან თამაში არ შეიძლება და ყველაფერი ყოველთვის ვერ იქნება გადათამაშებული ყველა გაშლაში კონკრეტულ ადამიანებზე. მაგრამ მე რაკიღა დაგპირდით, ვაგრძელებ რიგით უკვე მეორე თხოვნას და ვშლი ასეთ თემაზე, რა მოხდა მასში, რატომ წავიდა, ხო? რატომ თქვა ის ფრაზა, რომ სხვა ადამიანში შეეშალეთ. ან თუ რაღაც ისე არ აღმოჩნდა, როგორც ის ფიქრობდა, ხო? თხოვნა ასეთი იყო. პირველი, მეორე ვარიანტი ვაშლის ხე და მანდარინის ხე. ხო, ბოდის გიხდით ჩემი ინტერიერისთვის, ხელსახოცებისგან მაქვს შექმნილი, ასე ვთქვათ, საფარი. ჩემი სიზარმაცის გამო, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო აქსესუარები ამ წუთას გვერდით არ მაქვს. დანარჩენი აქსესუარები, ასე ვთქვათ, ვიმყოფები სოფელში, ძველი ახალი წლისთვის, კალანდობისთვის და ანუ რაც წამომიღია, აღმოჩნდა მხოლოდ აი ეს ხეები, რომლებიც ეს სადგამი სოფლისთვისაც ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, ძალიან პრაქტიკულია და მოკლედ ორი ცალი მაქვს და აქ დასატოვებლად წამოვიღე ეს და ხეებიც აქ დასატოვებლად წამოვიღე და აღმოჩნდა რომ რაღაცა სხვა მომენტები დამრჩა. კიდევ კარგი რომ ორი დასტაც წამომიღია. ასე რომ ბოდიში გიხდით ამ ხელსახოცებისთვის. და ვნახოთ ახლა ვინ ბრძანდებით თქვენ.
ერთი არკანით ვინ არის ის ადამიანი, ვისზეც უყურებთ გაშლას და მე ვნახოთ რა მოხდა თქვენ შორის, ხო? ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ კვერთხების მეფე, არ ვიცი დღეს შესაძლოა მამაკაცები უფრო მეტი მიყურებთ, მაგრამ ქალბატონებისთვისაც ეს გადათამაშდება ძალიან შემდგარი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან ყურადღების ცენტრში მყოფი ადამიანი, რომელიც მუდმივად ასე ვთქვათ სხვისი საუბრის, სხვისი მხედველობის და სხვისი სმენის ობიექტია, ხო? რომელზედაც ძალიან ხშირად საუბრობენ, რომლის მიმართაც ძალიან დიდია ყურადღება და ადამიანი უბრალოდ ძალიან აქტიური და თავდაჯერებული, ხომ? კვერთხების მეფით რა შემიძლია გითხრათ, შესაძლოა ვინმე რაღაც მმართველ პოზიციაზეც მუშაობდეთ, მენეჯერი, ან თქვათ რაღაცის ხელმძღვანელი, ვიღაც შეიძლება კინოთეატრთანაც იყოთ კავშირში, რაღაც სარეჟისორო საქმიანობასთან, ვიღაცას პატარა მცირე ბიზნესი და სამეწარმოო საქმიანობა გქონდეთ და ამავდროულად შესაძლოა ვიღაცა სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიებითაც იყოთ დაკავებული. თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის, ხო? და ამავდროულად ცეცხლის ნიშანიც იყოთ რომელიმე თქვენგანი. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, ახლა ვნახოთ ის ადამიანი ვინ არის და მე ვნახოთ რა მოხდა თქვენს შორის. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანიო? შეყვარებულების არკანი. შეყვარებულების არკანით ადამიანის სიგნიფიკაციასთან მიმართებაში რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ცუდი ენერგიების მატარებელი არც ერთ შემთხვევაში არ არის. ნახეთ, ადამიანი საკმაოდ ემოციური შესაძლოა იყოს ის, ვისაც ვსაუბრობთ, არ არის აუცილებელი, მაგრამ შესაძლოა იყოს ჰაერის ნიშანი და კერძოდ ტყუპების ნიშანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის აუცილებელი. შესაძლოა მის საქმიანობის სფერო წარმოდგენილი იყოს მაგალითად რაღაცა აი იცით როგორი სფეროთი, რაც აი დაკავშირებულია მაგალითად სოციალურ სფეროებთან, ხო, სადაც აი მარტო საქმე, პროფესია კი არ არის საჭირო, შინაგანი მიდრეკილებაც არის, მაგალითად სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი ვერ იქნები თუ ბუნებით არ ხარ, ხო, ემპათიური და ბუნებით არ ხარ მომართული ადამიანების დახმარებისკენ. ამავდროულად შეიძლება ეზოთერიკოსიც იყოს, არც ეს არის გამორიცხული, შეიძლება რაღაცა ადამიანის აი როგორი მომენტი იცით ბიოლოგია ან ანატომიის სპეციალ რაღაცა იგითი და შესაძლოა შეყვარებულების არკანი ქორწინების რაღაცა ორგანიზატორი ან ვთქვათ ქორწინების სასახლის წარმომადგენელი რაღაცა ეს ტიპის ემოციები რა იყო და სამსახურიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ცალსახად აი როგორი ადამიანი იცით კარგი პარტნიორი, რომელიც ორიენტირებულია სრულყოფილ ურთიერთობაზე, რომანტიკოსიც არის, ხო, რომელმაც იცის ბალანსი, რომელმაც იცის რომ არჩევანი ნებისმიერ სიტუაციაში საჭიროა და სწორი არჩევანია გასაკეთებელი, ხო? არ არის აუცილებელი ორ პარტნიორს შორის, ძალიან ბევრი არჩევანის წინაშე გვაყენებს სამყარო, ხო? აი ამ ენერგიების მატარებელი ადამიანი. კარგით, და ვნახოთ ახლა თქვენს შორის რა მოხდა? გაშლას გასაკეთებელო დაშორებულები ხართ, რა კი ეს კითხვა ჩნდება, მაგრამ რა მოხდა? რატომ დაიშალა თქვენი ურთიერთობა და რა იყო მიზეზი იმის, რომ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ თქვენ ის არ იყავით, ხო, როგორც შერეკილებში, რომ იმ წუთას მივხვდი, რომ ის იყო და მე ვიყავი, ხო, თამინია წერეთელი დამაკლეთ, ხო.
აი ახლა ეს ლირიული წახსვლები და გადახვევები არ გვინდა, რა მოხდა თქვენს შორის. აჰა, იმპერატრიცა, პენტაკლების დედოფალი, ცით რა, არ გამოვრიცხავ, რომ აქ მესამე ფაქტორი, ან თქვენ იყავით, ან სხვა იყო. კი ბატონო. და არც იმას გამოვრიცხავ, რომ აქ ყოფილიყო, აქ ძალიან აირია ქალების ამბავი, მეგობრებო. ხო, აქ ძალიან რთული სიუჟეტი გვაქვს და ახლა მე დავდგები და ესე говорят грамотно надо всё სტანდარტული ჟანრის წინაშე ვართ ჩემო კარგო ადამიანებო. ხო და ეხა ეს რა მივქარე მე აბდულურად გამომივიდა რა ვარ სიტყვია. აბდალურად გამომივიდა დღევანდელი ეს ხელსახოცების ამბავი, მაგრამ აპატიებთ როგორმე. აი, დედა რამდენი არკანი მიყავია ხელში, ახლა აგერ გახედეთ. რომ არ თქვათ, რომ არკანები ვერ ვნახეთ და მე ამბავს მოგიყვებით ახლა თქვენსას. და თქვენ მითხარით მე მიამბეთ, ხო? სწორი ვარ თუ არა, მოკლედ. რა კი ხასაჯაროა მეგობრებო გაშლა, მე მინდა არ მინდა უნდა ვთქვა. აქ არის ორი ამბავი გამოკვეთილი. ერთი რომ ან თქვენ იყავით მესამე ფაქტორი სხვა წყვილის ცხოვრებაში, ან თქვენს ცხოვრებაში, ნახეთ, თქვენს ცხოვრებაში იყო სხვა მესამე ადამიანი. აქ მე წყვილი როგორც ასეთი, ამომდის ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. ანუ ორი ძალიან ჭკვიანი, ძალიან გონებამახვილი, ძალიან ჩამოყალიბებული და სწორად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ერთმანეთთან ცივ ენერგიებში. ერთმანეთთან გარკვეულწილად რაღაცა უკვე აი აღარც ვნება რომ აღარ არის და აღარც სითბო რომ აღარ არის და რაღაცა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. კარგი პარტნიორები რომ არიან. უფრო მეცაც გეტყვით ხშირად რომ იცოდეთ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ნათესაურ ურთიერთობაში გადადის მეგობრებო და როცა ამბობენ რომ იცი რამე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს და მე ოჯახს არ დავანგრევ, ეს დაახლოებით იცით როგორი სიყვარული, აი დედის გარო ვერ წავა ადამიანი და მამის გარო არ წავა და არ გადააგდებს და შვილისგან, მაგრამ იქ ვნება და ცეცხლი აღარ არის, იქ არ არის ანთებული სარეცელი, რაც ნებისმიერი წყვილისთვის ძალიან აუცილებელია და სულ მიკვირს ხოლმე, რომ აი მე იცით რა, მე ჩემში სექსუალურ პარტნიორს ხედავ, ჩემთან ეს რაღაც სექსუალური მისწრაფებები არა, რას ქვია, არა, ეს თუ არ არის, მაშინ საერთოდ რა წყვილზეა საუბარი. პლატონური უკაცრავად ახლა როგორმე კონტინენტიდან კონტინენტამდე გაიცნობ ვიღაცას და აღივს ეს ენერგიებით შორიდან და მაშინ რა წყვილზეა ლაპარაკი, ხო თუ არ არის ის, რაც საჭიროა, ხო? ნუ ადამიანიდან და ევადან მოდის ეგ ამბავი და ახლა როგორმე მასლოუს საჭიროებებში აუცილებელ საჭიროებებშია ყველაზე ქვედა საფეხურზე ხო წარმოდგენილი, რომ ესეც საჭირო ადამიანისთვის როგორც წყალი და ჰაერით. ახლა რა ვიცი, რატო უკადრისობენ ხოლმე, მე ჩემთვის ცოტა გაურკვეველია, მაგრამ ნუ ესეც იცოდეთ, რომ ესეთი შემთხვევებიც არსებობს, რომ აი ნათესაური სიყვარული ყალიბდება მერე უკვე არაჯანსაღ ფორმას იწევს, მოდით ასე ვთქვათ, და ესეთი კარგი დაძმასავით ურთიერთობა გამოსდით რა წყვილს. ახლა ნახეთ, მოდით აქ მაქვს კვერთხების ტუზი, აქ მაქვს 7-იანი კვერთხები ბოდიში, აქ მაქვს 10-იანი ხმლები, აქ მაქვს თასების მეფე მყავს, ქურუმი ქალი მყავს, მაქვს ზომიერების არკანი და მყავს პენტაკლების მეფე. ნახეთ, ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი წყვილში ამოდის.
ცალკე მყავს მეფე თასების და პენტაკლების დედოფალი, ანუ რისი თქმა მინდა მეგობრებო. და აქეთ მყავს უბრალოდ ქურუმი ქალი. აქ მომენტი ესეთია, 2 მეფია ბოდიში, ხო, 2 მეფია და 2 მეფია და 2 დედოფალი მაპატიეთ და პლუს ქურუმი ქალი, ხო? და მყავს კიდე პენტაკლების პაჟი. აქ აუცილებლად შეიძლება თქვენ არც იცოდით, მაგრამ თუ 4 კუთხედი არა, 3 კუთხედი აუცილებლად იყო, დამიჯერეთ რა. შესაძლოა თქვენ უბრალოდ არ იცოდით და გატყუებდნენ, მაგრამ აქ წყვილი უკვე იყო შემდგარი რომელიღაც მხარეს. თუმცა მე რატომაც მგონია, რომ აქ ორივე მხარე დაკავებული იყავით და თქვენი ურთიერთობა იყო ფარული. თუმცა ხმლების დედოფლის და ქურუმი ქალის კომბინაცია იმის ეჭვსაც მიჩენს, მით უმეტეს რომ აქ მაქვს მთელი რიგი ისეთი არკანების, როგორიც არის თავდაცვის მომენტი, ხო? 7-იანი კვერთხები და 10-იანი ხმლები, ძალიან ისეთი ნატკენი მომენტი და ზომიერების არკანიც, მაღალი არკანიც აქვე მაქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდ ნაწილზე გადათამაშდება ისიც, რომ აქ იყო ცალსახად ჩარევა. აქ ძალიან ეცადა ვიღაცამ თქვენი ურთიერთობის გაფუჭება, იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ თქვენი ურთიერთობის შესახებ. აქ რაღაც სხვაობაც შესაძლოა იყო თქვენს შორის, ან ასაკობრივი, ან რელიგიური, ან ტრადიციების ნაწილში, ღირებულებების ნაწილში სხვადასხვა მიმართულებების იყავით, ხო, რომელიღაცა ძალიან თავისუფალი, ძალიან ლიბერალური შეხედულებების, ვიღაცა ძალიან კონსერვატიული, ძალიან ტრადიციული. ნუ ახლა ამაზე არ გავჩერდები, მაგრამ აქ ძალიან დიდი იყო, ბევრი იყო, დიდი დოზით იყო ღვნება, დიდი დოზით იყო სექსუალური ენერგიები და ზუსტად იმიტომ, რომ ერთ-ერთ მხარეს თავი დაეცვა და ურთიერთობა გადაერჩინა, აქ ყველა მიზანი ამართლებს საშუალებას. ნიცშეს ცნობილი ფრაზა რომ მოვიხმოთ და მოუხმო დამხმარე ხელსაც, ხო? ასე ვთქვათ, ქურუმი ქალის დახმარებით და აქ ნახეთ დააკვირდით ეს პრაქტიკულად თითქმის რამდენიმე დასტაშია და ერთ-ერთი ეს დასტა, სადაც თვითონ ქურუმი ქალის სხეულზე არ არის გამოსახული რომელიმე ნაწილში მთვარე და სავსე მთვარე, როგორც ასე ვთქვათ, სამარჩიელო ნივთი ისე აქვს ქურუმ ქალს წინ, გვერდით ყავს შავი კატა, უკან სანთლები, წინ ტაროს კარტები და მოკლედ რაღაცის შეცნობას თუ რაღაცის გარკვევას ცდილობს, ან პირიქით რაღაც რიტუალს ატარებს, ხო? ასე რომ ჩემო მეგობრებო, თქვენი დაცილება მაინცსა და მაინც რომ გითხრათ, რომ შემთხვევითია, არა. არ გამოვრიცხავ კიდევ მეორე ვარიანტს, ახლა კარგად და გულდასმით მისმინეთ. რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ, ნაწილზე გადათამაშდება ისეც, რომ აქ ჩარეული იყო, ნახეთ დააკვირდით, წყვილი იყო, გაიგეს თქვენი ურთიერთობის შესახებ და ჰოპ, სასწრაფო ზომები მიიღეს ან დედამ, ან დამ, ან ვიღაცა მეგობარმა სულაც ამ ქალბატონის, ხო, ოფიციალური მეუღლის და ნახეთ როგორი მომენტია ბოლო სულაც იმ მეგობარმა ურჩია ვიღაცა, ვინც მერე ეს თქვენი ურთიერთობა 10-იან ხმლებამდე დაიყვანა და სხვა შორის კარგადაც გამოვიდა, მინდა გითხრათ. გაანადგურა პრაქტიკულად თქვენი ურთიერთობა. აქ არ იყო ისე მარტივად საქმე თქვენ რომ ფიქრობთ. საკმაოდ ისეთი მძაფრ სიუჟეტიანი
სცენარის მონაწილეები აღმოჩნდით, რომლებიც სცენიდან პარტერში გადაგაბრძანეს. ან გარკვეული პერიოდით, ან სამუდამო პერიოდით, ხო ეს უკვე ცხოვრებაზე და თქვენზეა დამოკიდებული. ნახოთ აბა. კიდევ მაჩვენე კონკრეტული მიზეზი მანახე, რის გამო დაიშალა ამათი ურთიერთობა და რატომ თვლის მეორე მხარე, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვინც ჭირდებოდა და თასების მეფე მიმეორდება წეღანდელი დასტიდან. ზომიერების არკანი მიმეორდება და ნახეთ აქ ზომიერების არკანში რა საინტერესოა გოგონა გარკვეულ მედიტაციურ პოზაში აღოდ ერთი თვალი აქვს დახუჭული და მეორე ღია. ნახეთ ან თითქოს ერთი თვალით ყველაფერს სწორად აღიქვამს და მეორე თვალით რაღაცების დანახვა არ უნდა. ეს ერთგვარად რაღაც ხმა უნდა ბალანსის ნიშანიც არის, რომ ერთი მხარე აბსოლუტურად მოდუნებულია და მეორე, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ მოდუნებულია, იმიტომ რომ ზუსტად ის მხარე, რომელი მხარესაც თვალი აქვს დახუჭული, არის საყრდენი მხარე ხო, რაზეც დგას, ანუ მარცხენა ფეხზე ეს გოგონა. ანუ აქ გარკვეულწილად რაღაც ბალანსის მთლად შენარჩუნებაზე ვერ არის საუბარი. ვერ დაიცვა ამ ადამიანმა, ნახეთ თავიდან იფიქრა, შეხედეთ, აი ნახეთ როგორი მომენტია. აქ ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ რატომაც არა, აქ ხომ მყავს ეს ვინც მყავს, მაგრამ მე მჭირდება ცეცხლი, მე მჭირდება ბოლო-ბოლო ენერგიები, რომელიც მაცოცხლებს, რომელიც აი ამ მდგომარეობიდან გამომიყვანს. ნახეთ რა მდგომარეობაა, ხო? ხუთიანი ხმლები, ესე იგი ჯადოქრები, რასაც ცდილობენ, რომ სხვა ადამიანისთვის გააკეთონ, ის უკან უტრიალდებათ, ხო? და აბსოლუტურად ჰაერში მიდის და მიზნამდე ვერ აღწევს. ანუ საკმაოდ ისეთი ენერგიებიდან გამოსვლა სურდა და კი ბატონო, აგერ გახლავთ არჩევანის არკანი, შეყვარებულების არკანი. გადაწყვიტა, რომ რაღაცა პარალელური ურთიერთობები გასაგებია. იგივე პენტაკლების დედოფალი ყავდა და ჩათვალა, რომ რატომაც არ ყველაფერი გამოვიდოდა, მაგრამ რას უკაცრავად გაუგეს. და ამან გადაწყვიტა, რომ ის თავისი სტაბილურობა არ დაეკარგა, მტკიცედ დაეცვა ის, რაც აქამდე მოიპოვა და დათმო ის მხარე, სადაც პრაქტიკულად არაფერი იყო ჯერჯერობით სერიოზული გარდა ნებების და ცეცხლოვანი ენერგიების და მოკლედ სასიცოცხლო სიტუაციების, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანმა როგორც ჩანს ის ვერ გათვალა, რომ ზუსტად ეს სასიცოცხლო ენერგიები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სტაბილური ფარდები დესაო ზალაში და რა ვიცი, ზითვი ცოლის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა არ ვარ იმისი მომხრე, რომ ვინმე ოჯახი უნდა დაანგრიოს, მაგრამ ფსევდო ურთიერთობებს და რაღაც არაჯანსაღ ურთიერთობებს, სადაც ერთმანეთს კლავენ ადამიანები და ენერგეტიკულ დონეზე პრაქტიკულად ანადგურებენ. ჯობია რომ თუ მთლად ვერ მოდიან, ვიღაცა ყავდეთ, მაგრამ ახლა მაგის თავი დიდი ბოდიში ბევრს არ აქვს. ბევრი მამაკაცი ჩემს პრაქტიკაში, როცა მოდიან ჩემთან კონსულტაციაზე, მე არ შემხედრია ის ბევრი დიდი რაოდენობით. ჩემი სტატისტიკა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა, რომ ეს ტიჭკვიანი კაცები, რომელსაც კარგად გამოსდით ორივე ფრონტი და აგერ გადმომიფრინდა ორიანი პენტაკლები, ხო, დაიწონა არჩევანი და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემო მეგობრებო მიზეზი თქვენი დაშორების და იმის, რომ ვერ აღიარა თავისი, ასე ვთქვათ, სისუსტე, თავისი უმეცრება, თავისი ჩამოუყალიბებლობა, თავისი, ასე ვთქვათ, არასისწორე და დაგაბრალა თქვენ, რომ იცით რა, შენის არ ახარ ვის, ვინც მე მინდოდა. რეალურად იმაზე უკეთესიც იყავით, ვინც მას უნდოდა და ზუსტად ის იყავით, მაგრამ არ იყო ის ოფსილა, რომ ეხლა აბდალი, ბიცია და რა ვქნათ, აბდალი. პატიეთ, მაგრამ ასეთია. ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ, აბა, ვინ ხართ თქვენ? მანახე აბა ვინ ხართ თქვენ?
შვიდიანი პენტაკლებით, ანუ ადამიანი, რომელმაც უკვე თქვენს ცხოვრებაში რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, დოვლათი დააგროვეთ, როგორც მატერიალურ ნაწილში, ისე ემოციურ ნაწილში, ისე ვთქვათ, რაღაცა ურთიერთობების სფეროში და დღესდღეობით როგორ ენერგიებში ხართ იცით, აი რომ ეს თქვენი დამსახურების მიხედვით, ასე ვთქვათ, დათესილის მიხედვით, რომ უნდა მიიღოთ ხო შედეგი, რეზულტატი უნდა მეთქვა ბოდიშს გიხდით. როგორი ადამიანი ხართ იცით, აი შესულ მემკვიდრეობითაც გერგოთ რაღაცა, არ ვიცი, ეს მომენტი გქონდეთ. საკმაოდ მტკიცე ნებისყოფის ადამიანი იყოთ და ხასიათის ადამიანი იყოთ. არ გქონდეთ ძალიან დიდი პრობლემები ფინანსურ ნაწილში, მაგრამ მაინც სულ რაღაც უკმარისობის გრძნობა გქონდეთ, სულ გქონდეთ იმისი განცდა, რომ რაღაც გზაჯვარეთ ინსეთ გახართ, რაღაცა მიჯნა გაქვთ ცხოვრებაში და თითქოს აი სულ იმაზე ხართ რა მომართული, როგორ გააუმჯობესოთ სიტუაცია. არ ვიცი, შესაძლოა ვინმე ზუსტად სოფლის მეურნეობასთან კავშირში იყოთ, რაღაცა თქვენი ან რანჩო გქონდეთ, ან რაღაც, არ ვიცი, მიწათმოქმედების სფერო ან ბიზნესი რაღაცა ირიბად და პირდაპირ ამას უკავშირდებოდეს, შესაძლოა იყოთ, არ ვიცი, ექსპერტიც რაიმე საქმის და შესაძლოა ვიღაცა ისტორიასთან ან არქეოლოგიასთან კავშირშიც იყოთ, თუმცა ეს არ არის აუცილებელი. კარგით, ის ვინ არის ის აბა ვისაც უყურებთ, კვერთხების რაინდი ვინ არის, მეგობრებო? საკმაოდ ისეთი გაბედული, იმპულსური, რისკიანი, ცეცხლოვანი ადამიანი, რომელიც მზად არის ნებისმიერი სიახლისთვის, ადამიანი ნახეთ თანაქრა საინტერესო არქანია, შეხედეთ, კატაც ყავს თავის ცოცხლზე შემობრწყალებული ამ მამაკაც ჯადოქარს და ზემოთ იქ გველეშაპი რომსის იმასაც კი ეძახის, რომ წამოდი და ერთად წავიდეთ ხო მომეხმარებ, რაღაც ისეთი კარგი ძალების. ძალიან აი ფლირტის ოსტატია რომ იტყვიან, ძალიან ვნებიანი, ძალიან ისეთი აი როგორი ტიპი იცი? აი სულ ოპონირებაში რო არა, სულ თავის წარმოჩენა რომ უნდა და სულ თავისი სიმართლის დამტკიცება რომ უნდა და რაღაცა ისეთი. ეს ხოჩრის ლიდერული თვისებებით და ძალიან ენერგიული ადამიანია. შეიძლება ძალიან უყვარდეს მოგზაურობა, შესაძლოა პოლიციელი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყოს, შესაძლოა ძალიან უყვარდეს ზოგადად ცხენებთან ურთიერთობა, ძალიან კარგი ცხენოსანიც იყოს, ან რაიმე საჰაერო სისტემასთან კონდეს საქმე, ხო, არ ვიცი, პილოტი ან რაღაც ეგეთი. კარგით. და ვნახოთ ახლა რა მოხდა თქვენს შორის. რა მიზეზი იყო თქვენი დაშორების და რატომ გადაწყვიტა, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მას ჭირდება, ან ვინც მას ეგონეთ. აბა მანახეთ რა მოხდა თქვენს შორის. სამიანი ხმლები, აქაც სამკუთხედი იყო? გვეყოფა კაცო ეს სამკუთხედები. კიდე მანახეთ აბა. ხუთიანი პენტაკლები. დასტის ფონი მაქვს ორიანი ხმლები და უკვე გასაგებია, რა ვქნა სამკუთხედის ენერგიები ტრიალებს, მეგობრებო. აჰა, სამიანი. არა, ბოდიში მზის არკანი, აქ შეიძლება ორსულობაც იყო რომელიმე მხარეს, პენტაკლების პაჟი. კიდევ რა იყო მიზეზი? კვერთხების დედოფალი, ექვსიანი თასები. მანახე, აბა კიდე მანახე რა მიზეზი იყო? ცხრიანი პენტაკლები. ორი ერკანი ერთად ამოყვა, თასების დედოფალი და ხმლების ტუზი, ხო. ახლა მოდით ვნახოთ აქ რა მოხდა თქვენს შორის.
არა, მიუხედავად იმისა, რომ სამკუთხედის ენერგიები ცალსახად მოდი ვიტყოდი ასეთ რაღაცას. რაკიღა აქ თასების დედოფალი ძორსულად არის წარმოდგენილი და მზის არკანიც აქ მე მიფიქსირდება და მზის არკანი ზოგადად ორსულობას უკავშირდება, ბავშვს უკავშირდება. შესაძლოა, რომ თქვენ ძალიან ისე სერიოზულად უყურებდით ამ ურთიერთობას და თქვენ გინდოდათ, რომ ანუ ზოგადად ორსულობაზე იყო თქვენთან საუბარი და ამ ადამიანმა გითხრათ, რომ იცით რა არა, ეს უნდა შეწყდეს და ან უბრალოდ დაურსულება გინდოდათ და ეს აკრძალა ამ ადამიანმა ამისი შეეშინდა სერიოზული პასუხისმგებლობების აღების, იმიტომ რომ პაჟის ენერგიებით არის მეგობრებო, ეს არ არის ჩამოყალიბებული და ძლიერი ადამიანი, რომელსაც ფინანსური მომენტები ნამდვილად არ აქვს კარგად. ადამიანი იმყოფებოდა აბსოლუტურ მინუსებში ფინანსურად და შესაძლოა გარკვეული ინტერესიც ჰქონდა თქვენთან მიმართებაში, არ გეწყინოთ, მაგრამ ესეც გადათამაშდება ბევრზე. მაგრამ თქვენ გიყურებდათ უბრალოდ ადამიანს, რომლიდანაც იღებდა ძალიან დიდ ენერგიას. მამაკაცები თუ მიყურებთ, თქვენს თავზე გადააკატავეთ, მეგობრებო. შესაძლოა უბრალოდ თქვენ როგორც ასე ვთქვათ, ბიოლოგიური ინსტინქტების დამაკმაყოფილებელი წყარო იყავით მისთვის და ამავდროულად რაღაც გარკვეულწილად დამხმარეც მატერიალურ ნაწილში, ხო, მაგრამ ეს არ განიხილავდა თქვენს ურთიერთობის პერსპექტივას ბეჭდით და შვილით და ორსულობით და აქ ორსულობა არ არსებობს, რომ დაახლოებით 60% არ გადათამაშდეს, რომ ამაზე ან საუბარი იყო, ან კონფლიქტიც იყო ამასთან დაკავშირებით, ხო, გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ ცალსახად ამასთან კავშირში, თქვენ ამ ადამიანს სხვათა შორის საკმაოდ ანებიურებდით, საჩუქრებითაც, საკმაოდ ატუტუცებდით, მოდით ასეც ვიტყოდი და ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს ამ ყველაფრის ღირსი იყო და მოკლედ როგორც პარაზიტი, ისე დააჯდა თქვენს ძალიან ბევრ ენერგიას, ხო, როგორც სექსუალურს, ისე მატერიალურს და ისე ადამიანურს და ფსიქოემოციურს, რამაც ბოლოს მოიტანა ის, რომ თქვენ აღმოჩნდით ძალიან აუცილებელი გადაწყვეტილების წინაშე, რომ თუ ის წავიდა დათანხმებოდით და არ გაკიდებოდით და თუ არა თქვენ გამოტრიალდით, იმიტომ რომ აქ აბსოლუტური ასე ვთქვათ შიმშილის პერიოდი დადგა წყალებში რა თქმა უნდა, ხო, თქვენს ურთიერთობაში. მოდი აბა კიდევ მანახეთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანმა უბრალოდ თქვა, რომ იცი რა, შენ ის არ ხარ, მე მის მინდოდა, იმიტომ რომ მე ეს არ მდომებია, ეს შენ გინდოდა, მე რა შუაში ვარ, დაახლოებით ეს ენერგია. აბა კიდე მითხარით რამდენიმე არკანით რა იყო კონკრეტული მიზეზი და აი იმპერატრიცა მეგობრებო, კიდე ორსულობის არკანი ამომდის, რა გავაკეთო, აქ რაღაცა ბავშვის მომენტი არის. აქ ცალსახად არის ბავშვზე საუბრის მომენტი, აქ გასაგებია. ფარული ურთიერთობა შესაძლოა იყო, ეს არ იყო გახსნილი ურთიერთობა, ან სულაც ცუდად გამიგებთ, მაგრამ აი ახლა ინფორმაციული ნაკადიდან რა ინფორმაციასაც ვიღებ, აქ ჩარევა იყო იმაზე, რომ ვიღაცას მუცელი მოშლოდა, ან ვიღაცა საერთოდ ორსულად არ დარჩენილი იყო. და გადათამაშდება გარკვეულ პროცესზე დიახაც სამკუთხედი, როცა მეორე მხარემ ამ ორსულობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა სტაბილურმა პარტნიორმა. თქვენი მამაკაცები თუ მიყურებთ, ანუ თქვენმა მეუღლემ და თუ ქალბატონები მიყურებთ, ამ ადამიანის მეუღლებ, ხო და აგერ აი ვთქვი და ამოვიდა კიდეც პენტაკლების დედოფალი. აქ ჩარევა იყო ცალსახად გაკეთებული მეგობრებო. აქ ძალიან ისეთი აი ხა ვუყურებ არკანებს და არა აქ აი ნახეთ, ნუ არა აქ წმინდა ენერგიები არ მომდის და არ დაგწყდეთ გული. ეს ადამიანი როგორ არის ახლა, აბა მანახე. ეს ადამიანი მეგობრებო განდეგილია. აგერ ეს ადამიანი განდეგილია. კარგით. რამე დავამატოთ კიდევ. თუ რაღაცა დასამატებელი, აბა კაი.
დასტის ფონი ახლა რაც შემომჩა 4-იანი ხმლებია და გასაგებია რომ თქვენ უკეთეს ენერგიებში ვერ იქნებით. არაფერი, აი ნახეთ რა, როგორი კოშკის არკანია, აი რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში. რა ნიშნის მოგებით იყურება ჯადოქარი, ხო, რომ ერთი ჯოხის დაქნევით დაანგრია რაღაცა სიტუაცია და ძალიან ბედნიერია და დაახლოებით ეს მომენტია, რომ იქ ვიღაც ნამდვილად იყო სხვა ქალი, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა თქვენი ოცნებები, მაგრამ ერთიც იცოდეთ, აქ რაღაც წვლილი თქვენიც იყო შეტანილი იმისთვის, რომ ეს სასჯელი მიგეყოთ, იმიტომ რომ აი გეტყვით რატომაც. მანახე რატომ. მე კი ვიცი რატომაც, მაგრამ მე მინდა რომ ეს თქვენ გაჩვენოთ, რატომ. აი ნახეთ. მეგობრებო, იმიტომ რომ აქ რაღაცა თქვენ ცოტა უზენაესი კანონები დაარღვიეთ, ანუ თქვენ ის ბავშვიც და ორსულობაც ზუსტად იმისთვის გინდოდათ, რომ ეს ადამიანი შეგენარჩუნებინათ და ზუსტად იქ ჩაგარტყათ სამყარო. რომ შენარჩუნება ამ მიზნებით არ ხდება. აი ეს მომენტი იყო. ანუ თქვენ რეალურად იმისთვის კი არ გინდოდათ, რომ გარკვეულ პროცენტს ხოლმე ყველაზე ვერ ვიტყვი ამას. მე ვთქვი, რამდენიმე ვერსია გავაჟღერე, ამიტომ თქვენ თქვენი ინფორმაცია დაიჭირეთ და არკანი გადამივარდა, რა საინტერესო რა გადამივარდა. ეტლის არკანი, ეს ადამიანი შესაძლოა მაგი. ხო, ეს ადამიანი შეიძლება დაგიბრუნდეთ კიდეც არ გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცდილობა გქონდეს თქვენთან ურთიერთობის. აქ შესაძლოა რომ ცდილობა გქონდეს თქვენთან ისევ გამოსვლის კონტაქტზე. მაგრამ არ გიხრით, დამჯერეთ რომ არ გიხრით. თუ მენდობით, თუ ოდნავ მაინც ასე ვთქვათ, გჯერათ, რასაც ვაჟღერებ, თუმცა საჯაროა და მე მაინც ვიტყვი რომ მთლად უნდა აიყვნობით საჯარო ინფორმაციებს, მაგრამ აბა კიდე მანახე. უღირს ამ ადამიანის გამოსვლა კონტაქტზე ჩემს მაყურებელს, აი. იცით რა ნაწილში გიღირთ? რა ნაწილში გიღირთ, იცით, რომ თუ თავისით არის წასული, თქვენ უთხრათ, რომ აი, მე სულ არაფერში არ მჭირდები რა და კარგად ბრძანდებოდე. манипуляციისთვის, იმისთვის, რომ ანუ თქვენ თუ გატკინათ, თქვენც იქით ატკინოთ და ასე ვთქვათ, მის თავმოყარეობას დაარტყათ. კაი, ჭკუას ისწავლის ეს ადამიანი. ბიძია, აბდალია თქო, რომ ვიძახი და არ გჯერათ და რა გავაკეთო, აბდალია მაი აბდალი. მეტი არა ჩემ კერის რამის მიხვდეს. კაი, ეხლა ერთიც ვიკითხოთ. თქვენ გადაგივლით ამ ადამიანზე ფიქრი? გადაგივლით. კი, კაცო. თქვენ ამ ტრანსფორმაციას გაივლით, ბოლოს და ბოლოს გამოხვალთ ამ ენერგიებიდან და აბსოლუტურად ახალ ცხოვრებას, ახალ სიტუაციებს დაიწყებთ. კი? არა, გამოხვალთ აქედან. კი, გამოხვალთ და ისეთ ენერგიებშიც გადახვალთ, რომ საერთოდ შეიძლება აღარს გაგახსენდეთ იქ ადამიანი. და პირიქით, აიცით როგორი მომენტი გქონდეთ, რომ დარჩეს იქ, სადაც არის მისი ადგილი, იქ არისო რა, დაახლოებით აი ეს მომენტებიც მომდის, რომ იცოდეთ, კი? თქვენ გამოხვალთ აქედან, არ იდარდოთ, იმანი დარდოს მეგობრებო, თორე თქვენ არ იდარდოთ. უბრალოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ხო, რომ თქვენ თუ რაღაცის ვინმესთვის წართმევას გადაწყვეტთ,
სადღაც მე სამყარო თქვენ წაგართმევთ ვიღაცის ხელით და აი აქ ცოტა ფრთხილად იყავით ხოლმე. არ არის მარტივი სამკუთხედში და ოთხკუთხედში გაბმა მეგობრებო. კარგს ბევრს არაფერს უქადის ადამიანებს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და სამყაროს კანონები კი იცვლება და აჩქარდება, მაგრამ თლას ისედაც არ ჩქარდება, რომ ვთქვათ, რომ რაღაცა ურთიერთობებში და ასე ვთქვათ, კარმაში და აღებმიცემობის სიტუაციებში, ენერგიების გაცვლაში რაღაცა დიდი ძვრები მოხდა, ხო, ის რაც იყო. არ უნდა ატკინო, რომ არ გატკინონ, არ უნდა შეჭამო, რომ არ შეგჭამო, ხო, არ უნდა, ნუ მოკლედ, აი ეს მომენტები გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ. დანარჩენი რა ვიცი, რა გითხრათ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის, წარმატებები, გისურვებთ ბედნიერ საღამოს ნახვა.